სახელითა მამისათა, დაძისათა, დასულისა, წმინდისათა, ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს. მადლობთ ღმერთს ყველაფრისათვის. დიდ წყალობას გვაძლევს. ყოველი დღე, ყოველი წუთი, წამი ღვთისა სიყვარულისა გამოვლინება არის. და მადლობთ ამისათვის ღმერთს და ჩვენი მადლობა სხვა არაფერი არა, თუ არა ვადიდებდეთ ყოველთვის, ყოველ წამიერად ღმერთსა და ვმადლობდეთ მას. დღეს 60 ქულოს წარდგომაც როგორია, ხო? კურთხეულ ხარ შენუფალო ღმერთო, მამათა ჩვენთაო, ქებულ და დიდებულ არის სახელი შენი უკუნისამდე. მართლაც ესეა. დღეს მართალ მამათა კვირა არის. აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა. წინასწარმეტყველი ამბობს, ღმერთო, შენ ჩვენი მართალი მამები არ ამხილე, მაგრამ მე უამრავი ცოდვა მაქვს და შემინდა და შემიწყალე. თუ კი წინასწარმეტყველი ამბობს, როგორ უფრო ჩვენ გვმართებს, რომ ღვთისწინაშე ვითხოვოთ ჩვენი ცოდვებისათვის. ხილული და უხილავი. საცნაური და არასაცნაური. იმიტომ რომ არ არის ადამიანი, აქ ამბობს კიდეც, ხო? წესის აგების სახურებაში. არ არის კაცი, რომელიც ხონდეს და არას სოდოს. და უფალიც გვასწავლის, რომ მოყვარული ჩემი შოლტითაცე ვცემო, რატო? განსაცდელში უნდა გამოჩნდეს, რამდენად მართალია ერთგულება და სიყვარული ღვთისა, ჩვენი დამბადებელისა და ყველაფრის მომცემელისა, ჩვენი რწმენა და სიყვარული. განსაცდელში გამოჩნდება ადამიანი. როცა რევოლუცია მოხდა, მაშინ ეკლესიის მამები ამბობენ, რომ მადლობა ღმერთს, რომ ეს მოხდა. ყველაფერს მორჩილებით იღებენ. აი ეხლა გამოჩნდა ვინ არის ერთგული ღვთისა, ეკლესიისა და ერისა, მრევლისა. ვერვა მაშინ ვერ გაუძლო ამ ზეწოლას და ბევრი კიდე თავისი ნებით გაერიდა ეკლესიის თემს, ეკლესიის წიაღს და მათ საშინელი შემდეგ ცხოვრება ჰქონდათ, განსაცდელებით სავსე. და მაშინ გაიწმინდა ეკლესია. გახსოვთ, დავით აღმაშენებელმა რუისურბნისის კერბა ჩაატარა და უღირსნი განკვეთა და ღირსეულებს არა გვარიშვილობით, არამედ ღვთისადმი ერთგულებით ხარისხი და პატივი მისცა. ხოლო 100 წელიც კი არ იყო გასული, როცა შემდეგ კიდევ თამარ მეფემ იგივე საეკლესიო კრება მოიწვია. ასე რომ განსაცდელი ყოველთვის როგორც კურნება, ისე არის. ასევე ჩვენი ავადმყოფობები როგორც კურნება, ისეა. ამიტომაც ღმერთი ასეთი გზით გველაპარაკება. რომელი ღმერთი? რომელმაც ხილული და უხილავი შექმნა. რა ჟამს ქრისტე გამოსხადნეს, ცხოვრება იგი ჩვენი, ქრისტე ჩვენი ცხოვრება. მაშინ თქვენსა მისთან გამოსხადნეთ დიდებით. ესე იგი, ერთგულებს, ქრისტეს მოყვარე ადამიანებს ეუბნება მოციქული. მაგრამ ეს ქრისტესთან დიდებით გამოცხადების აუცილებელი პირობა არის, რომ მოაკვდინეთ უკვე ასონი თქვენი ქვეყანასა ზედა. სიძვაი, არაწმინდებაი, ვნებაი, გულის თქმაი, ბოროტი და ანგარებაი, რომელ არს კერპს სახურება. დღეს ანგარებამ მოეცვა მთელი ქვეყანა, ანუ ქვეყანა მსოფლიო. და ბევრი ადამიანი, უბრალოდ ბევრზე ბევრი ადამიანი ამ საშინელ კერპს არის დამონებული. და ყველანაირი საზღვარი მოიშალა. არადა ჩვენ ქვეყანას რო გადავხედოთ, ეს ჩვენი ქვეყანა ჩვენად მივიჩნიეთ და ჩვენად ვთვლით ერთი მთავარი მიზეზის გამო. ეს ქვეყანა საჩუქრად ღმერთმა მოგცა ჩვენ. თავისი მთით, ბარით, მიწით, ხილული და უხილავი სიმდიდრით. და თავისი ყველა იმ, ასე ვთქვათ, დღეს სიტყვა კულტურა ძალიან ხშირად იხმარება.
თავისი იმ ყველაფერი კულტურით, ქრისტემდე და ქრისტეს შემდეგაც. საოცარია, ხო? აი, სულ ცოტა ხნის წინ იუნესკომ აღიარა ქართული ჯიშის ხორბლის, ასე ვთქვათ, გამორჩეულობა, უნიკალურობა და არამატერიალური მემკვიდრეობა გახადა, შერაცხა მთელი მსოფლიოსი. ეს რა ვალდებულება არის, გვიხარია, მაგრამ ვალდებულება გვადებს მშობელ ქვეყანას და ამ ქვეყნის მკვიდრ ხალხს ერს, რომ აი ეს მსოფლიო მემკვიდრეობას შეუნარჩუნოთ არადღევანდლამდე, ქვეყნის სასასრულამდე ის კულტურა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის მთელი მსოფლიოსთვის. სხვაც ბევრი რამ არის აღიარებული იუნესკოს მიერ, მაგრამ გამოყოფთი სამ რამეს. ერთი, ქვეშ ღვინის დაყენების ტექნოლოგიას, ქართული ჯიშის ხორბალს და სამ მოქმედ ცოცხალ ამბანის არსებობას. იქ სიმღერებიც არის და სხვა ბევრი რამ არის. მაგრამ რატოა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის? ესე იგი, შინაურდელს შენდობა არ აქვს, სანამ სხვები არ იყვიან, მანამდე ჩვენ არ გაგვახსენდება რა სიმდიდრის პატრონები ვართ. ძველ თქმასაც თუ გავითვალისწინებთ, თუ რა შაულის პატრონი ტყეში პანტას ეძებს. ჩვენ კიდე ღვთით მოგვეცა სიმდიდრე ენით გამოოთქმელი და დღეს მეცნიერები ამ ენით გამოოთქმელ სიმდიდრეს აფასებენ და ხედავენ, რომ ნამდვილად დიდია. მაგალითად, ხორბალზე ამბობენ, რომ მთელი მსოფლიოს, ასე ვთქვათ, მომავალი კვებითი აი ეს რაციონი, რომელშიც პური ძალიან მნიშვნელოვანი არის, ქართული ჯიშის ხორბლის გენიდან აღებული, ახლად წარმოებული სელექციური ჯიშებით იქნება მთელი მსოფლიოს. გამომკვები არა როგორც ჩალა და ბზე, არამედ როგორც საუკეთესო და მარგებელი საკვები, რომელსაც არაფერი თქვათ ალერგიული არ გააჩნია და პირიქით ადამიანის ძალასა და ენერგიას აძლიერებს. ამ ყველაფრის მოსვენის შემდეგ ალბათ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველის დანიელის წიგნიდან მახსენდება ესეთი ფრაზა: მაღალმა ღმერთმა უბოძა ჩვენს მამებს წინაპრებს სამშობლო სამეფო, სიდიადე, პატივი და დიდება. დანიელ წინასწარმეტყველი ამბობს ამას. და თითქოს აი დღეს ეს გაცხადებულია და გარკვეული დროით ადრეც მიდიოდა, თქვათ, ამისი კვლევა და ჩვენმა, ასე ვთქვათ, მეცნიერებმა ეს ძალიან კარგად იცოდნენ, მაგრამ ხალხის უმრავლესობამ ეს შეიძლება დღეს პირველად გაიგო. და თითქოს აი დღეს ყველაფერს ამას აღმოაჩენენ ჩვენს ქვეყანაში და აქვე ისევ დანიელ წინასწარმეტყველის სიტყვა მახსენდება. ღვთის მიერ ნაბოძების სიდიადის გამო ყველა ხალხი ტომი და ენა მოვა ამის გასადიდებლად, საქებრად და ასაფრთხოანებლად. მაგრამ ჩვენ თავი არ უნდა დავკარგოთ. ეს ღვთის სიმდიდრეა. უბრალოდ ჩვენ ჩაგვბარდა მოსავლელად და საზრუნავად. ისევე როგორც ედემის ბაღი ადამს სამოთხეში, ისევე როგორც სახარებისეული ვენახი თავისი გოდოლით, თავისი გალავნით კეთილგონიერ მევენახეებს ჩააბარა უფალმა, რომ იქიდან ნაყოფი მიეღო. და ჩვენ ეს საუკუნეების განმავლობაში ესე ვატარეთ და ღმერთს დაუბრუნეთ მისი კაცმოყვარებისა და სიკეთის სანაცვლოდ ჩვენი რწმენა, ურყევი რწმენა იყო მე-19 საუკუნეში, როდესაც მთელ მსოფლიოში არ იყო მართალი ადგილი, ეკლესია, სადაც წვალებლობა არ იყო შესული და არ იყო რწმენა ჭეშმარიტი შესვარული და გუთელი ეპისკოპოსი მცხეთა სვეტიცხოველში ჩამოხავთ. იქ ხდება მისი ხელდასხმა და მიდის ისევ თავის ქვეყანაში. როგორც ათონელები ამბობენ, ერთხელ აღიარებული რწმენა არასოდეს არ დაგვიტოვებია და არ შეგვიბილწავს წვალებლობით. ამისი მემკვიდრენი ვართ და ეს მემკვიდრეობა ყველაზე აღმატებულია, არც ხორბალი, არც ღვინო, არც არაფერი არ არის ამაზე აღმატებული, რასაც ქვია ერთი წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიის შვილები ვართ, არა მხოლოდ
ხორცით, არამედ ჩვენი გონებით, ცნობიერებით. და ეს არის დიდი ფარი, სიმტკიცე ჩვენი გადარჩენის. თორე აქ ვხედავთ ჩვენს გარშემო უზარმაზარი ქვეყნები არიან და იმპერიები დაეცნენ და იმპერიები განადგურდნენ. ბაბილონის იმპერია, ისევ დანიელ წინასწარმეტყველთან მილა. როდესაც 600 წლით ადრე ქრისტემდე მოხდა ბაბილონის მიერ ისრაელის დაპყრობა, მაშინ ხალხი გაიბნია, ნაწილი საქართველოშიც მოვიდა. ნაბუქოდონოსორმა ესეთი გამოსახულებებიც კი არის დარჩენილი და დამწერლობას თუ როგორი სიდიადით ყვებიან ამ გამარჯვებას. და აი მაშინ დანიელ წინასწარმეტყველი სამ ყრმასთან ანანია, აზარი და მისაილი გამოარჩიეს მეფისათვის წარედგინათ უნდა რომ შემდეგ მათ ესწავლათ მათი რჯული და მთელი წესჩვეულება. და ამისათვის გამორჩეულ მაწვილებს მეფე შეჰპირდა თავისი სუფრიდან ღვინისა და საკვების მიცემას. ოღონდ ეს ყველაფერი იყო ნაკერპავი. ხოლო ანანია, დანიელი, მისაილი და აზარია იყვნენ იუდეველები, ამ რწმენის მიმდევარი. და ისინი კერპებს თაყვანს არსებდნენ. და აი, როდესაც ზედამხედველი დაუნიშნა მეფემ, რომ კარგად ეჭამათ, კარგად ესვათ, იმიტომ რომ ფერხორციც უნდა ჰქონოდათ და ეს შეხედულება მათ განსწავლისათვის იყო აუცილებელი. მაშინ დანიელი ეუბნება ზედამხედველს, რომ ჩვენ არ მოგვიტანო მეფის სუფრიდან არაფერი. შეშინდა ზედამხედველი, როგორ თქვენ დასუსტდებით, ფერხორცს დაჰკარგავთ და მეფე, ჩემი ბატონი მთავარი, შეამჩნევს ამას და მე დამნაშავედ მცნობს და დამჟის სიკვდილით. მაშინ დანიელი ეუბნება, ნუ ნერვიულობ. 10 დღე ჩავატაროთ ესეთი ცდა, მარტო მწვანილი და წყალი მოგვიტანე და სხვა არაფერი არ გვინდა. და მაშინ, როდესაც დადგება დრო, რომ ჩვენ მეფის წინაშე უნდა წარსდგეთ, მაშინ გამოჩნდება თუ ჩვენი ღმერთი, მართალი ღმერთი, როგორ არის და როგორ დაგვეხმარება. მართლა 10 დღის მერე მივლენ ნაბუქოდონოსორთან, მიიყვანენ ყმაწვილებს და ამ 4 ადამიანის სადარი გონიერებით, გონების სისხარტით, შეხედულებით არავინ არ აღმოჩნდა. გაუხარდება მეფეს და დატოვებს თავისთან სამსახურებლად. გახსოვთ თქვენ ეს ამბავი და შეემთხვევა ახლა მეფემ სიზმარი ნახა და დაავიწყნა. დაუძახა ყველა იმ დროს მის ქვეყანაში, ქვეყანა უზარმაზარი იყო ბაბილონი. ყველა ბრძენკაცს და უთხრა სიზმარი უნდა მომიყვეთ. ბრძენკაცები ეუბნებიან, რომ გვითხრი რა სიზმარი ნახეთ და აგიხსნით ამას. არა, სიზმარი არ მახსოვს, მაგრამ თქვენ უნდა მითხრათ. მომიყვეთ უნდა რა სიზმარი ნახე, რომელიც დავკარგე და მისი ახსნაც უნდა მითხრათ. შეწუხდნენ ეს მოგვები, მისნები, მკითხავები. ესეთი რამ თან ეუბნებიან, მეფეო, დედამიწის ზურგზე ვერავინ ვერ გამოიცნობს, გარდა ერთისა, სადაც ზეცისა ღმერთის სული არის მასთან. საოცარი ეს წარმართები, მისნები საღვთო დიდებაში მოდიან. მეფე გაბრაზდა. თქვენ ახლა ამას იმიტომ ელაპარაკებით, რომ გინდა დრო გაიყვანოთ და მერე ასე ვთქვათ რაღაცა ტყვილი ამბავი მომიყვეთო და დაემუქრა, რომ თუ არ მომიყვებით დაკარგულ სიზმარს, დავხოცავ ყველას. და დაავალა თავის ქვეშემდოს, რომ დაეხოცა ყველა. დაიწყეს სადაც კი მიწვდებოდნენ ხოცავდნენ. დანიელმა გაიგო ეს და მივიდა ამ მეფის მოხელესთან და ეუბნება, რატო ხოცავსო მოგვევს და მისნებს. ამიტომ და ამიტომ. ცოტა ხანიო მადროვეო, ნუ ვარ დახოცავ იმათ. ცოტა ხანი მივალ და ჩემ ღმერთს თხოვ, რომ დამეხმაროს.
და მერე გაგაგებინებ, როდის მივიდეთ მეფესთანო. დათანხმდება, მიდის ანანია აზარიასთან და მისაელთან დანიელი და ეუბნება, ესეთი ამბავია, ვევედროთ ჩვენ ღმერთს, რომ მოგცეს გულისმის ყოფა, რომ ამ განსაცდელს გადარჩეთ, იმიტომ რომ მათაც დახოცავდნენ. მართლაც დადგნენ და ევედრენ უფალს. და საოცარი რამე წერია წიგნში. და ღმერთმა გამოუცხადა ამ ოთხ ადამიანს ყველაფერი დაფარული და სამისნო ცოდნა, რომელიც წიგნებშიც კი არ დაეტევოდა, რომ დაეწერათ. ანუ განავრთო ესენი. დანიელმა გულისმა ხო ადგა მივიდა მეფის მოხელესთან და უთხრა, მიმიყვანე მეფესთან, მე მოუყვები სიზმარს. მიიყვანეს მეფესთან და დაიწყო დანიელმა. მეფეო, მოგიყვები დაკარგულ სიზმარს და მერე მის ახსნასაც და უყვება სიზმარს. გაუხარდა მეფეს, გაუკვირდა. ადგა და ეს წარმართი მეფე ყველას გასაგონად ამბობს ღვთის დიდებას, რომ ღმერთი დანიელისა არის ღმერთთა ღმერთი და მასზე ძლიერი და მასზე მცოდნე არავინ არ არის ამ წოთის ოფელში. შემდეგ დანიელი, მოკლედ განადიდა, დანიშნა დანიელი თავის ვეზირად, თანაშემწედ, ხოლო სამ დანარჩენს ჩააბარა სხვადასხვა საქმეები. მოკლედ თქვენს რომ ოქროს კერპი გააკეთა ნაბუქოდონოსორმა და ყველამ პატივი და თაყვანი უნდა სცეს. ეს სამნი, ანანია, აზარია და მისაელი არსებენ თაყვანს, თავის ღმერთს ევედრებიან. რა თქმა უნდა დაასმინეს მეფესთან. მეფის ბრძანება იყო, რომ ვინც ურჩი იქნებოდა პირდაპირ გახურებულ ღუმელში ჩაეგდოთ. ჩააგდეს და უყურებს მეფე. ხელშეკრულები ჩააგდეს, შეკოჭილი, შებორკილები. ჩააგდეს და უყურებს მეფე, რომ 4 წყვილი ფეხი მოძრაობს. დაუძახებს თავის ხლებლებს და ეუბნება, რა ხდება აქ? სამნი ჩაყარეთ შეკრულები და იქ 4 წყვილი ფეხი მდადის და რაღაცა გალობის ხმა ისმის. ჩქარა გამოიყვანეთ. ისეთი გახურებული იყო ღუმელი, რომ ახლო მიახლოებული თუ კიბნე მიიყო, ისინი ყველანი დაიღუპნენ. შეძახებს, რა ხდება მან თქვენთან? ჩვენმა ღმერთმა გვიშელა. გამოიყვანეს. ნახეს, რომ ტანისამოსიც კი არ იყო, არათუ დამწვარი, შებოლილიც კი. ბოლისუნიც არ ასდიოდა. თმა, წვერიც არაფერი არ იყო დაზიანებული. და როგორ იყო? ეკითხება მეფე. ჩვენმა ღმერთმა ანგელოზი გამოგვიგზავნა ჩვენთან ერთად იყო და გვიგრილებდა ამ სიმხურვალეს და ჩვენ ამგვარად გადავრჩით. კვლავ მოვიდა ღვთის დიდებაში და კვლავ ყველას გასაგონად თქვა, რომ ღმერთი დანიელის და ამ მაწვილების არის დიდი ღმერთი. დანიელმა 3 მეფის მეფობა გამოიარა. ნაბუქოდონოსორის შვილს, ბესტაცარს და შემდეგ უკვე სპარსელების მიერ დაპყრობილი ქვეყნის მეფის. მაგრამ 3-ვენგან მართალი ღმერთი შეეწეოდა ერთი მიზეზით, რადგან მან და მასთან ერთად ამ 3 მაწვილმა არ უღალატეს ჭეშმარიტ რწმენას. და ნაბუქოდონოსორის შვილმა დაიწყო უგვანო ცხოვრება. სვავდა, ჭამდა, ლოთობდა, ცოლები, ახანაგები, უფროსები, სასახლის მსახურნი, ვეზირნი, ხარჭებიც მასთან ერთად ნადიმობდნენ. და მან მოატანინა იერუსალიმის სოლომონისეული ტაძრის, ასე თქვა, სიწმინდეები, განძი.
რა განძი იყო, სასმისები, ბარძიმები. ჩვენ დროსაც ხო მოხდა ესე. ჩვენ დროს რა წარსულში. რევოლუციის, ასე ვთქვათ, წევრებმა ეკლესია მონასტრები გაძარცვეს და საეკლესიო ჭურჭელი ღვინის სასმისებად გამოიყენეს, ბარძიმები, ფეშხუმები. მოკლედ ნაბუქოდონოსორის შვილიც ესე უგვანოდ იქცევა. ღვინოს ჭარბად სვავდნენ და თვრებოდნენ და მერე ყველაფერს აკეთებდნენ. და ერთ-ერთი ესეთი ნადიმის დროს სასახლის კირით გათეთრებულ კედელზე გამოჩნდა ხელის მტევანი, რომელიც წერდა რაღაცა სტრიქონებს და ვერავინ ვერ ხსნიდა რას წერდა. ყველა შეძრწუნდა, ყველა შეშფოთდა და ყველა ეძებდა პასუხს. და მაშინ მიდის დედოფალი და ეუბნება, ნუ შეშინდები. შენ გადმოსახლებულ ებრაელთა შორის ერთი მაწვილი არის დანიელი სახელად. მასთან ღვთის სულია. საოცარი კერპებს თაყვანსემდნენ და ღვთის სულს კერპებზე არ ამბობდნენ. ღვთის სულია მასთან და ის აგიხსნის ყველაფერ ამას. მოიყვანეს დანიელი და ეუბნება ყველაფერს მოგცემ ოქროს, თვალმარგალის, ყველაფერ პატივს. ოღონდ მითხარი რა დაიწერა კედელზე. ეგ ოქრო შენთან დარჩეს, იმიტომ რომ მე არ ვჭირდება ნაძარცვი და ნაყაჩაღარი. მაგრამ ის რომ შენ ტაძრის სიწმინდე ჭურჭელი შეაგინე, ამისთვის ღმერთი პასუხს მოგცხოვს. და საოცარ ამას ეუბნება, წერია ეს აქ, რომ აიწონა შენ ღვთის წინაშე და გამოჩდი რომ ხარ მსუბუქი. ამ მსუბუქებული არა წონა, ესეთი მატერიალური, არამედ გონებით. იმიტომ რომ მან სიწმინდე შეურაცხო. და ტაძრის წმინდა ჭურჭელი ამ უგვანო ნადიმისთვის გამოიყენა. და შენი დღენი დათვლილია და შენ ღვთის ხელი დაგსჯის. შეზრწუნდა, მაგრამ რაღაც იზამდა. დააჯილდოვა მაინც დანიელი. იმ ღამესო თავისმა მსახურებმა მოკლეს მეფე. და შემდეგ, როდესაც დარიოსის მეფობა დადგა, დანიელი რა თქმა უნდა ისევ გამორჩეული ადგილი ეკავა. მეფე ძალიან უყვარდა დანიელი და ყველაფერს უსვენდა მას. და შეშურდათ ვეზირებს და მეფესთან რომ მივიდნენ, ისეთი მიზეზი უნდა ეთქვათ, რომლის გულისთვისაც დასჯიდა მას. მაშინ მეფეს მოატყუეს და უთხრეს, აი შენ რომ კერპი გააკეთე, დაადგინე რომ საყვირის გაგონებაზე, როცა ეს საკრავები დაუკრავენ, სადაც არ უნდა იყოს ადამიანი, უნდა დავარდეს და თაყვანი უნდა სცეს. და ამას შენ როგორც კანონს ისე დასწერ და ჩვენც დავამტკიცებთ. მეფემ დაუჯერა და გამოსა კანონი, რომ აი ეს კერპი აღიმართება ველზე და საკრავებს რომ მოისმენთ, ყველა უნდა სადაც ხართ, ყველა საქმე შეწყვიტოთ, დავარდეთ და ამ კერპს თაყვანი სცეთ. ვინც ამას არ გააკეთებს, ლომების ორმოში, ხაროში ჩავაგდებთ. რა თქმა უნდა, ეს დანიელმა გაიგო, წავიდა თავისთან სახლში და ისევ თავის ღმერთს განადიდებდა და ევედრებოდა შველას. მეფემ დაბეჭდა თავისი ბეჭდით კანონი, 150-მა ვეზირმა ასევე თავისი ცალ-ცალკე ბეჭდით დაბეჭდეს და მთელს სახელმწიფოში დააგზავნეს. ესე არ იყო კომუნისტების დროს საშვიდნოებრო აღლუმი, პარადი. ბრძანება ყველას ერთად მისდიოდა 15 რესპუბლიკაში. მოკლედ, დაასმინეს დანიელი, რადგანაც გაიგონეს, რომ ის არც ამ ბრძანებას იცავდა და არც იმ კერპს ევედრებოდა. მივიდნენ მეფესთან და უთხრეს,
მეფეო შენ რომ ერთი იუდეველი ყავს დანიელის სახელად და გიყვარს ის შენს დადგენილ კანონს შეურაცხყოფს არც მას ევედრება და არც იმ დროს ჩერდება ამიტომ სასჯელი ეკუთვნის დაყონდა მეფე რო დაარღვიოს თავისივე დაწერილი კანონი მაშინ შფოთი იქნება სახელმწიფოში და მასაც შეიძლება დაღუპვა ელის და რადგან ეს კანონი დაწერილი იყო დაიბარა დანიელი და მოუყვანეს და ეკითხება მართალს ამბობენ მე ჩემი ღმერთის მაღალი და მართალი ღმერთის წინაშე ვდგავარ ყოველთვის გადაწყდა ლომების ორმოში ხაროში უნდა ჩააგდონ და როდესაც მიყავთ ორმოში ჩასაგდებად მეფე ეუბნება შენმა ღმერთმა მართალმა ღმერთმა გიშველოს ჩააგდებენ იმ ღამეს არაფერი გასართობი არ მოუთხოვია არც საჭმელი არ მოუთხოვია არც მუსიკოსები არ დაუბარებია და მომღერლები და როგორც კი ინათა მიდის ლომების ხაროსთან და ქვის სახურავზე ზემოდან ჩასძახებს დაუკაკუნებს და ჩასძახებს დანიელ გიშვენა შენმა ღმერთმა იქიდან ქვემოდან ამოძახებს კურთხეულ იყოს მეფე მიშველა ჩემმა ღმერთმა და გადასიეს ეს ქვის საფარებელი და ნახეს რომ დანიელი ლომების ხაროში ძველი სიტყვა მოამდორა მოთვენიერებულნი არიან ხელგამპყრობით დგას ამოიყვანეს მიხვდა მეფე თუ რატო გააკეთეს ეს და თუ რატო დასამეს ასე თქვა მახე რატო დაუგეს დანიელს ყველა ვინც ბეჭედი დასვა თავის ცოლშვილით ოჯახებით მოაყვანინა და ლომების ხაროში ჩააგდებინა და წერს წიგნი რომ ჯერ კიდევ ჰაერში იყვნენ როცა უკვე მიწაზე ძვლები დაცვიდან მხოლოდ ვამბობთ ამას იმიტომ რომ ვინც როგორც სახარება ამბობს როგორც უფალი ამბობს სიცოცხლე ჩვენი იესო ქრისტე როგორც გვეუბნება ვინც მისი ერთგული იქნება მას არანაირად არ გაუჭირდება დღეს აკითხულ სახარებაში იყო მოიწვია ნადიმზე ზოგმა რამიზეზი მოიდო ზოგმა რამიზეზი მოიდო ყველა მუგანა ყველა მუღალატა და მაშინ გავიდნენ და სხვებს დაუძახეს ისე არის ჩვენი დღევანდელი ცხოვრებაც გარეშე მტერი ვერაფერს ვერ დაგვაკლებს თუ ჩვენ თვითონ ჩვენი სუსტი სარწმუნოებით არ მივცეთ გარეშე მტერს რომ ჩვენზე იმძლავროს 23 ნოემბერი წმინდა გიორგის დაბორბლის ხსენება არის და მასთან ერთად კონსტანტი კახის რომელსაც დიდმოწამის პატივისა და სიწმინდის გამო თითქოს ჯრდილშია კონსტანტი კახი 85 წლის იყო მე-10 საუკუნეა როცა რო არაბებმა მოაოხრეს დანარჩენი ქვეყანა კახეთში მოსულებმა ზავი დასდეს კვირიკე მეორესთან და ქართლში გადავიდნენ 85 წლის ადამიანი ცხენზე ჯდება ხმალს იღებს ხელში და იწყებს ბრძოლას საოცარია თან იყო ძალიან დიდი მორწმუნე ბევრ საზღვარგარეთ ქვეყნის გარეთ მონასტრებს შესაწირს წირავდა და ითხოვდა მოხსენიებას მოკლედ დაიჭირეს ეს კონსტანტი კახი და ეუბნება ხალიფა დატოვე შენი სუსტი და ცრუ სარწმუნოება და მიიღე ჩვენი ძლიერი და მართალი სარწმუნოება ხო ხედავ მოგერიეთ ჩვენ მაშინ კონსტანტი კახი პასუხობს საოცარ პასუხს ეუბნება ნუ გონია მეფეო რომ თქვენი სიმართლისა და სიძლიერისათვის დავმარცხდით არამედ ჩვენთა ცოდვათა გამო ღმერთმა თქვენი ხელით ჩვენი განსწავლა ისურვა ეს აზრი დასაწყისიდან დღევანდლამდე და დღევანდელიდან დასასრულამდე ყოველთვის ცოცხალია და ქმედით უნარიანია თუ რამ გჭირს ჩვენი ცოდვების გამო გჭირს თუ რამ განსაცდელია
ჩვენ ვერ ვლოცულობთ და ჩვენ არ ვართ ის ქრისტიანები, რომელთაც შეუძლიათ ლოცვითაც ღვთისა მადლი გამოიწვიონ. იონა წინასწარმეტყველის ამბავი გვახსოვს ყველას. ნინევიაში გააგზავნა უფალმა. მან იუკადრისა და სხვა გზით წავიდა, გემზე ავიდა და მიცურავს და ამოვარდა დიდი ქარიშხალი. გემი იძირება, გადაყარეს ყველაფერი გემიდან და მაინც იძირება გემი. ამ დროს იონას გემბანს ქვემოთ ძინავს. დაფიქრდნენ ესენი, წარმართები არიან. თავთავიან კერპებს დაუწყეს ვედრება, არ გაჩერდა ეს ხელვარება. თქვენ ის კაცი ვნახოთ, რომელიც ქვემოთ არის და ძინავს. იქნება იმის გამო არის, რომ ეს ხდება. გამოიყვანეს და ეუნებიან. შენს გამო ხო არ ხდება, ვინ ხარ, რა ხარ? ეუნება, იუდეველი ვარ, ღვთის მორწმუნე და ღვთის, ასე ვთქვათ, მადიდებელი. და რა ხდება? კი, ჩემი გულისთვის ხდება, იმიტომ რომ მე გავანაწყენე ჩემი ღმერთი. წილი ყარეს და შეხვდა იონას. გადაწყვეტილი იყო, უნდა გადაეგდოთ. ეუნება, გადამაგდეთ და დაწყნარდება ზღვის ღელვა. გადააგდეს და დაწყნარდა. და ღმერთმა იმ საოცარ სიტყვებს ამბობს იონა თავის ამ წინასწარმეტყველებაში. აღწერს, როგორ გარემოში მოხდა და რა განცდა აქვს. მოკლედ ეს დიდი თევზი გადაყლაპავს 23 დღე მის მუცელშია. ევედრება და ეუნება, როგორც მართავნი არ დაღუპე აბრაამი, ისააკი და იაკობი, ისე მენუ დავუღავ მიუხედავად ჩემი ცოდვებისა და ურჩობისა. გადამარჩინე და ამომიყვანე. უბრძანებს თევზს ღმერთი, ამოდის და ნაპირზე გამოაგდებს. გადმოაგდებს და დაჯდება. და ეუნება, რომ მივიდეს ნინევიაში და უკადაგოს. მივადა ეუნება, ცოტა დრო დაგრჩათ, 40 დღე. თუ არ შეინანებთ, პირისაგან მიწისა აღიგვება თქვენი ქვეყანა, რადგან ქალაქი, რადგან ღმერთს ესმა თქვენი ურჯულოებისა და სისასტიკის, გარყვნილების და დაისჯებით. მეფემ მოისმინა, გამოვიდა და გასაბრძანება. არათუ კაცმა მხოლოდ საქონელსაც არაფერი არ აჭამოთ. 40 დღე იმარხულეს. ნაცარზე დაჯდაო მეფე, ეს იმ დროს გლოვისა და სინანულის ნიშანი იყო. და მთელი მოსახლეობა იმ დროს დაახლოებით ქუთაისის ოდენა ქალაქი 150,000 ოჯახი ცხოვრობდა. მთელმა აი ამ მოსახლეობამ დაიწყო გლოვა, მარხვა. ღმერთმა ისმინა მათი, დაინახა და გადაწყვეტილი მსჯავრი შეცვალა. გაბრაზდა იონა. ხო ვიცოდი ესეთი ხარო, მოწყალე და მონანულთა შემწოდე და პატრონია. ამიტომ არ მინდოდა შენთან მოსვლაო. ნაპირზე ზის ახლა და ძალიან ცხელა. ისე რომ თავს კარგავს. და ამ დროს ღმერთმა უბრძანა და ერთი აყირო გოგრა იონას გვერდით ამოვიდა, გაიზარდა ძალიან დიდი და ეხლა ფოთლები გამოისხა, რომ მის ჭრდილში იონას ძალიან შვება მიესა. გაუხარდა, დაიძინა, როცა დაიძინა, და როცა ამყვედრებას ეუნება, რომ გადაარჩინა ნინევია, ეკითხება, გამწარდიო ძალიან? კიო, გამწარდია. ხო და ამ დროს ეს გოგრა თავისი დიდი ფოთლებით სიგრილეს ჭრდილს აძლევს და გაუხარდა და დაიძინა და ღმერთმა ამ გოგრას მოკლედ ჭია შეუსია. შეჭამეს და გახმა ფოთოლი. წამოდგა და ყვედრებას აგრძელებს. ეს ერთი გოგრა და მისი ჭრდილი არ შემარჩინეო. რა იყო? ესმის ხმა უფლისა. შენ ერთი გოგრა დაგენანა, რომელზედაც არც გიშრომია, არც გიწვალია. ღმერთმა აღმოაცენა და ღმერთმა დააჭკნო იგი. და შენ როგორ ფიქრობ, ნინევე, რომელიც ჩემი კაცთმოყვარებით იყო დანერგილი და ხალხი იქ მცხოვრები, ამას როგორ დაუშვებდა ღმერთი, რომ დაეღუპა, თუ კი ისინი შეინანებდნენ. ჩვენი გადარჩენისა მიზეზი ერთია მხოლოდ ქრისტე, რომელსაც ჩვენ ვხვარობთ, მაგრამ მის ცნებასაც
უნდა ვიცავდეთ სრულად და რაც არ უნდა მოხდეს ჩვენ ვსასწრებთ უფლის შეწევნას ღვთისა მადლი არასოდეს არ დაიკარგება ამბაკომ წინასწარმეტყველი ამბობს ესე იგი ეს წინასწარმეტყველია როცა მინდორში საჭმელი სხვებისთვის მუშებისთვის მეკონდა დანიელს რომ მოუტანა წინასწარმეტყველს ორმოში რომ ჩაგდებული იყო და გამოკვება და რას ამბობთ და ჩვენც ამას ვამბობთ თუნდაც აღარ აყვავდეს ლეღვი აღარ გამოისხას ვაზმა მტევანი გამტყუდეს ზეთისხილის ნაყოფი ყანებმა საზრდო არ მოიტანონ მოწყდეს ფარეხიდან ცხვარი და აღარ დარჩეს ბოსელში საქონელი მე მაინც უფალში გავიხარებდი ჩემი ხსნის ღმერთში ვნახავდი შვებას უფალი ღმერთია ჩემი ძალა ამინ ჩვენც ასევე რაც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა დაგვემუქრონ ჩვენი ძალა ღმერთშია და ღმერთის ძალა სადა ჩანს ჩვენს უძლურებაში როცა რო გონია რო დამთავრდა დაგვივიწყა ღმერთმა და აღარ არის გამოსავალი ასე ვძლიეთ არაბებს თურქებს მონღოლებს ცოდათა გამო ბევრიც ვიზღვიეთ მაგრამ მაინც გადავრჩით ენით მამულით და სარწმუნოებით ამინ ესე იქნება ყოველთვის ნუ შეძრწუნდება ცირე სამწყსო და ნუ შეგაშინეთ ნურაფილი ჩვენთან არს ღმერთი